საქართველო გარდამტეხ წერტილში, ან უკან რუსეთში, ან წინ დამოუკიდებლობისკენ. საქართველოს როგორც არასდროს სჭირდება ამერიკელი მეგობრების ყურადღება. ეს არის სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი ტრამპისა და მისი ახალი ადმინისტრაციისადმი. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ქვეყნის ლეგიტიმურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოში შექმნილ უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისზე და საერთაშორისო პარტნიორების თანადგომის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე. ზურაბიშვილმა თქვა, რომ შეუძლებელია ამერიკას სურდეს ისეთ ქვეყანასთან პარტნიორობა, რომელიც რუსეთის, ჩინეთის და ირანის მოკავშირეა. ნინო სამყურაშვილი განაგრძობს საუბარს ამ თემაზე გისმენთ. დიახ, სალომე ზურაბიშვილი ისევ არის ვაშინგტონში და აქტიურად განაგრძობს შეხვედრებს. დავიწყებ ბოლო ამბით, რომ რამდენიმე საათის წინ ის შეხვდა სენატორ ჯინ შაჰინსა და ასევე სენატორ როჯერ უოკერს და მათთან ჰქონდა შეხვედრა. ამის ამსახველი ფოტომასალა გავრცელდა. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი იყო საქართველო და ის კრიზისი, რომელიც ქვეყანაში ახლა არის და რომლის დაძლებაც აუცილებელია. იქამდე სალომე ზურაბიშვილი იყო ატლანტიკურ საბჭოში. 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი პასუხობდა შეკითხვებს ატლანტიკური საბჭოში შეკრებილი სხვადასხვა პირების და მისი მთავარი გზავნილი, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ ახალი არჩევნებია ქვეყანაში ჩასატარებელი. სხვა გზა სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არსებობს და მან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ახლა ქართველი ხალხისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ როდესაც დონალდ ტრამპი საუბრობს ძლიერ ამერიკაზე, სწორედ ასეთი ძლიერი ამერიკის გვერდით დგომა სურს ქართულ ხალხს, რადგანაც ახლა არის მნიშვნელოვანი გზა გასაყარი ან წავალთ რუსეთისკენ, ან წავალთ ევროპისკენ. ქართველი ხალხი კი ამ დროს იბრძვის. სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა ასევე ქართული ოცნება, მისი ქმედებები, ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და ის ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება, რომ ოლიგარქიულმა რეჟიმთან დღეს ცივილიზებულმა სამყარომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰქონდეს რაიმენაირი ურთიერთობა, რადგანაც ქართული ოცნება ერთადერთი რასაც აკეთებს, თანამშრომლობს ავტორიტარებთან, თანამშრომლობს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არიან ირანი, ჩინეთი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის და ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის არის სერიოზული პრობლემების შემქმნელი. ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი მინისტრებისთვის ჩემი მთავარი მესიჯის გადაცემა შევძელი. საქართველო რეალურად გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება. ან უკან რუსეთში შეგვათრევენ, ან გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც დამოუკიდებლობის მიღებიდან საქართველოს გზა იყო. გზის, რომელშიც ამერიკული როლი არსებითი მნიშვნელობის იყო. ჩვენი ინსტიტუტების, ჩვენი ჯარის შექმნის, კონსოლიდაციის მხრივ და ზოგადად ქვეყნის დამოუკიდებლობის მხრივ. ჩემი მთავარი გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციის ისაა, რომ საქართველოს დღეს ვიდრე ოდესმე ამერიკელი მეგობრების ყურადღება სჭირდება. ამერიკა, რომელსაც ტრამპი აღწერს როგორც ძლიერ და ეფექტიან ქვეყანას, სწორედ ის ამერიკაა, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება. ჩვენ მხოლოდ სიტყვები არ გვჭირდება. საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაში ქმედებაა აუცილებელი. რეჟიმის არაღიარება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვინაიდან არ მგონია, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია იმ ქვეყნის მეგობრად და პარტნიორად მიღება, რომელსაც აღარ გააჩნია არც ერთი ინსტიტუტი, რომელსაც ამერიკა წლების განმავლობაში უჭერდა მხარს. არანაირი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, კონსტიტუციის არანაირი პატივისცემა, გაყალბებული არჩევნები. ვერც ერთ ამერიკულ მთავრობას ვერ ვხედავ, რომელიც შეძლებს მსგავსი ქვეყნის მეგობრად და პარტნიორად მიღებას, რომელიც ემეგობრება ხან ჩინეთს, ხან ირანს, ხანდახან ზოგიერთ ტერორისტულ ჯგუფს და არავითარი პრინციპები არ გააჩნია. სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ჟურნალისტ მზი ამაღლობელზე და იმ ტერორზე, რომელსაც ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან აქვს ადგილი. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მზი არის ძალიან ძლიერი და ჟურნალისტს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დააშინებენ, მაგრამ ის ძალიან ხაზგასმულად ამბობს იმას, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილებები და ასეთი რეპრესიები პირდაპირ მიმართულია საიმისოდ, რომ დააშინონ საქართველოს მოქალაქეები, რომ მათ აღარ გაბედონ და არ გამოთქვან თავიანთი განსხვავებული აზრი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ძალიან მარტივი იქნებოდა გამოსავალი, რომ მაგალითად ადმინისტრაციული ჯარიმა ყოფილიყო ჟურნალისტის მიმართ, იგივე შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ მაინც და მაინც აუცილებელი იყო ანდრო ჭიჭინაძის მიმართ, მაგრამ ეს ორივე შემთხვევა სალომე ზურაბიშვილის თქმით არის მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ დაშინებულები, თუმცა ეს ყველაფერი მისი თქმით არ გამოსდის ოლიგარქიულ რეჟიმს, რადგან ხალხი უკვე 56 დღეა რაც ქუჩაშია. Sentencing is crazy.
Well, it could have been administrative charges. მზია ამაღლობელის პატიმრობა სიგიჟეა. ეს შეიძლება ყოფილიყო ადმინისტრაციული სახდელი. ისინი უმეტეს შემთხვევაში არ იყენებენ ადმინისტრაციულ სახდელს. ეს არის დანარჩენი მოსახლეობის დაშინების მცდელობა. ისინი ვერ შეძლებენ მზია ამაღლობელის დაშინებას. ის ძალიან ძლიერია, მაგრამ ეს არის სხვების დაშინების მცდელობა. იგივე ხდება ცნობილ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეზეც. საზოგადოებას ეუბნებიან, თუ ჩვენ შეგვიძლია მასთან მიმართებაში ასე მოქცევა და 9 წლის პასუხისმგებლობის წინაშე დაყენება, ნებისმიერ თქვენგანს შეიძლება იგივე დაემართოს. სალომე ზურაბიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ასევე რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე, ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე, რეპრესიებზე, არჩევნების გაყალბებაზე და მან თავის 1 საათი და მეტი ხნის განმავლობაში ამ გამოსვლისას არაერთხელ გაიმეორა და რომ საქართველოში აუცილებელი არის ახალი არჩევნების ჩატარება. მას კითხეს ასევე თვითონ აპირებს თუ არა პოლიტიკური პარტიის შექმნას, არაფერს არ გამოვრიცხა, მაგრამ ძალიან ხაზგასმულად თქვა ისიც, რომ ამ ეტაპზე იმას, რასაც აკეთებს და როგორც ეხმარება თავის მოქალაქეებს, ეს უფრო არის მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რომ პოლიტიკური პარტია შექმნას და კიდევ ერთი ძალიან ხაზგასმულად თქვა ასევე სალომე ზურაბიშვილმა იმაზეც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად თავისი სასანქციო პოლიტიკის კუთხის ძალიან აქტიური უნდა იყოს ევროკავშირიც და ამ მიმართულებით სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ აქტიურად გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ ევროკავშირმაც ამ ნაწილში ოლიგარქიული რეჟიმის საპასუხოდ თავისი სიტყვა თქვას.